მოგესალმებით, ეს არის ტელევიზია კვირიკას გადაცემა მომავალი თაობა, მე კი მისი წამყვანი 73 საჯარო სკოლის მოსწავლე ბექა გიგუაშვილი გახლავართ. დღეს ჩვენ სასაუბროდ შევიკრიბეთ თემაზე მოზარდი და მოძღვარი და ამ თემაზე სასაუბროდ სტუდიაში მოწვეულნი არიან 73 საჯარო სკოლის მოსწავლეები ანი ილურიძე, თათია დავითაშვილი, მაშო მაჭარაშვილი და 24 საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ სახოკია. ჩვენ ვიცით რომ მოძღვარისა და ეკლესიას უდიდესი როლი ენიჭება ადამიანის პიროვნებად ჩამოყალიბებაში და თათია ხომ ვერ ისაუბრებდი რა როლი ეკისრება მოძღვარს აი თვითონ მოზარდის ცხოვრებაში. მოძღვარი მთლიანად ორიენტირებული არის ბავშვის სულიერ აღზრდაზე და იგი მთლიანად უთმობს დროს ბავშვს, რადგანაც პატარაობის ასაკში ჩაყრილი საფუძველი დიდობაში გამოიღებს შედეგს. იგი არა მარტო ისეთ პრობლემებს გადაჭრობს, რომელიც საზოგადოებისთვის საერთო არის და რაც ბავშვის აგრესიულ ქცევებში გამოიხატება, არამედ მის სულიერ მდგომარეობის პრობლემებსაც გადაჭრის ასევე. ასევე სულიერი მამა უწინ უძღვის ყველა ქრისტიანის გზას. ადამიანის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს და ის უძღვება სულიერი შვილის ქრისტიანულ გზას. ამიტომ დიდი ვალდებულება აკისრია, რომ ბავშვი დააყენოს სწორ გზაზე. და ამიტომ ესეთი რაღაცა თქვა წმინდა ბასილი დიდმა, რომ რაც უფრო დილით განუდგები გზას, უფრო მალე მიაღწევ დანიშნულების ადგილს. ვიდრე ის, ვინც საღამოთი დააპირებს წასვლასო. ამიტომ პატარაობიდანვე იწყება ამ საფუძვლის ჩაყრა სულიერი განვითარებისთვის, რაშიც ეხმარება მოძღვარი. მარიამ, ხშირია შემთხვევები, როდესაც მოზარდს არ სურს ურთიერთობა მოძღვართან და აი რა შეიძლება ამის მიზეზი იყოს, ხომ მოგეტყოთ? ამის მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ იმ წუთას ნებისმიერი ჩვენგანი მოძღვარს აღიქვამს როგორც მხოლოდ ამ ქვეყნიურ მამად. ანუ ის ვერ აღიქვამს შუამავლად, ზეციურ და მიწიურ ცხოვრებას შორის მოძღვარს. ამიტომ შეიძლება ერიდება ალბათი რაღაცა გარკვეული დანაშაულის თქმა, აღიარება მოძღვართან და ცდილობს რომ იყოს უფრო შებოჭილი, მაგრამ ალბათ უფრო მეტაკლებად მე ვთვლი რომ გახსნილი უნდა ვიყოთ თითოეულ ჩვენ მოძღვართან. ეს დავამატებთ შეიძლება, არის მოზარდთა ნაწილი, რომელსაც უბრალოდ სურვილი არ აქვს, რომ რაიმე სულიერი საზრდო მიიღოს, მაგრამ არსებობს მოზარდთა ნაწილი, რომელსაც უბრალოდ აქვს სურვილი, მაგრამ რაღაც ბარიერი უშლის ხელს სულიერი განვითარებისთვის და სწორედ ამაში უდიდეს როლს ასრულებს და უდიდესი ძალა აქვს მოძღვრის დახმარებას, რჩევებს და ასე შემდეგ. აი ვინმე ხომ არ სურს კიდევ რომ ისაუბროს ამ თემაზე. აი მაშინ შემდეგ შეკითხვაზე გადავა, აი რა არის ძირითადი განსხვავება სულიერ მამასა და მშობელთან ურთიერთობაში? ჩემი აზრით, ბავშვი მშობელთან უფრო ჩაკეტილია ვიდრე სულიერ მამასთან, ანუ მოძღვართან, რადგანაც და ასევე მშობლის დარიგებას ბავშვი არ ითვალისწინებს ისე მეტად, როგორც მოძღვრისას, რადგანაც არის ბავშვების გარკვეული ნაწილი, რომლებიც აღიქვამენ მოძღვარს როგორც რაღაც კავშირს ღმერთთან და ამიტომ მათ რჩევებს უფრო დიდ ყურადღებას აქცევენ ვიდრე მშობლებისას. წმინდა იოანე ოქროპირმა ასეთი რამ თქვა, რომ განსხვავება სულიერ მამასა და ხორციელ მამას შორის ის არის, რომ ეს უკანასკნელნი გშობენ ხორციელი სოფლის და საერო ცხოვრებისთვის, ხოლო პირველნი კი ზეციური და მარადიული ცხოვრებისთვისო და ამიტომ უფრო დიდი წვლილი მიუძღვით მათ ჩვენ ცხოვრებაში. რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ უფრო მარტივი გახდეს მოზარდისა და მოძღვარის ურთიერთობა და უფრო ხშირი? მე ვფიქრობ, რომ მთავარია ოჯახში ნახოს ბავშვმა მაგალითი, რომ მან უნდა იაროს ეკლესიაში და თუნდაც ჩააბაროს მოძღვარს აღსარება და მქონდეს მასთან მჭიდრო კავშირი. თუ ამას აუცილებელია, რომ ეს მშობელმა აჩვენოს და პატარაობიდანვე ხშირად მიიყვანოს ეკლესიაში. ასევე კარგი იქნებოდა თუ მოძღვარი მოვიდოდეს სკოლაში, იმიტომ რომ როგორც იცით, საჯარო სკოლებში ჩვენ არ გავდივართ რელიგიის გაკვეთილებს და აუცილებელია რომ მოზარდებთან მოძღვარიც ხშირად მოვიდეს და ამიტომაც მაგალითი მისცეს. და ვფიქრობ, რომ თუ ასეთ მაგალითს ნახავს ბავშვი, აუცილებლად მივა ის მოძღვართან და იქნება ხშირი კონტაქტი მასთან. ერთიც დავამატებთ შეიძლება. ბავშვმა მე ვთვლი, რომ უნდა იკითხოს ძალიან რელიგიური ლიტერატურა, უნდა გაიგოს უფრო ახლოს და უნდა შეითვისოს ის თუნდაც ის გზა, რომელიც მან უნდა გაიაროს, რომ მიაღწიოს სულიერ ცხოვრებამდე. თათია, შენ გიდოდა დამატება? კი, დავეთანხმები ანის, ჩემი აზრით, კარგი იქნება თუ შემოიღებენ საგანმანათლებლო სისტემაში იმ წელს, როდესაც მეტი დრო დაეთმობა, ან საერთოდ დრო დაეთმობა მოძღვართან შეხვედრებს, რადგანაც არის ზოგიერთი ბავშვი კომპლექსიანი, ჩაკეტილი, უბრალოდ არ შეუძლია იყოს გულახდილი მოძღვართან და ის გარემო, როდესაც ბევრი ბავშვი ერთად დაუსმევს შეკითხვებს და იქნება ურთიერთობა, უფრო გახსნის და
გაადვილებს მოძღვართან ურთიერთობას, რაც შესაბამისად სასარგებლო და საჭირო არის. ამის გარდა იმის დამატება მინდოდა, რომ 21 საუკუნეში მოზარდის ინტერესები და საერთოდ აზროვნება შეიცვალა. ეს არის ტექნიკის ეპოქა და ამიტომ დაინტერესება რადგანაც შეიცვალა, ხშირად მოძღვრები ეძებენ კომუნიკაციისთვის უფრო ადვილ გზებს. ანუ სიტყვაზე ეს იქნება სოციალური ქსელები, რადგან უფრო ბავშვს დაინტერესონ და გაუადვილონ მასთან ურთიერთობა, რაც შესაბამისად ჩემი აზრით კარგი არის. ანუ ტექნოლოგიებითაც შეიძლება გამართულდეს. კი, ანუ თანამედროვე ეპოქაში შეიცვალა აზროვნება ბავშვის და ანუ მოძღვრები ცდილობენ რომ დაინტერესება იყოს მაინც ბავშვისგან და ეხმარებიან მას სხვადასხვა ურთიერთობებში და პრობლემების გადაჭრაში. და აი მაინც რას მისცემს მოძღვართან ურთიერთობა ყველაზე მნიშვნელოვანს. სულიერი ცხოვრება და სულიერი ცხოვრება მთავარია ადამიანისთვის, არა მარტო ბავშვისთვის, რომ მან სწორად გავლოს თავისი გზა და მიაღწიოს საწადელს, რაც ყოველთვის აუცილებელია, რომ ცხოვრების ბოლოს მან ადგილი დაიკავოს სამოთხეში. და თუ ანუ ჩვენ ხშირად ვიქონიებთ კონტაქტს მომავალთან, მივალთ ხშირად ეკლესიაში ჩავაბარებთ აღსარებას, მივიღებთ ზიარებას, ამას ჩვენ მივაღწევთ და ანუ ჩემი აზრით უფრო კარგია, როცა ბავშვი სულიერად ის გაიზრდება, რადგან მხოლოდ ამ ქვეყნიური ცხოვრება არ არის საკმარისი და ამ ქვეყნიური მაგალითებით ვერ მივაღწევთ ყველაფერს. აუცილებელია სულიერი ცხოვრებაც მთავარი იყოს და ძლიერი წვლილი შეიტანოს, დიდი წვლილი შეიტანოს ჩვენს ცხოვრებაში. დავამატებთ, რომ მოძღვარი არის ის ადამიანი, ვინც მხოლოდ სწორ გზას გვიჩვენებს, ანუ ის დაგვაყენებს იმ გზაზე, მაგალითად ის გვირჩევს, რომ არ უნდა გავაკეთოთ ცუდი საქმე, არ უნდა ვიქურდოთ, არ უნდა მოვწიოთ, არ უნდა მივეტანოთ ნარკოტიკებს და ასე შემდეგ. შეიძლება ბატონო, ხო, ალკოჰოლს. შეიძლება ის ამ ქვეყნიურ ცხოვრებამ და ადამიანურ მასურულებმა გვიბიძგოს ამ საქმეებისკენ, მაგრამ მამაო არის ადამიანი, ვინც ნამდვილად გვერდში დაგვიდგება ყოველთვის და გვასწავლის, რომ ეს არ არის კარგი გზა და უფრო ადვილ და გაიოლებულ გზას გვიჩვენებს. მოძღვარი ბავშვს ეხმარება პრობლემების გადაჭრაში, რჩევებს აძლევს, ანუ გეშებს და როდესაც ბავშვი ხედავს რადიკალურ განსხვავებას, თუნდაც შინაგან გარდაქმნას ხედავს და სხვადასხვა რამს, ცვლილებებს ხედავს სასიკეთოს, უჩნდება სურვილი, რომ თვითონაც გააკეთოს იგივე. ანუ დამოკიდებულებას იცვლის სხვადასხვა საკითხების მიმართ. მაშინ ღვივდება სულიერების მარცვალი და რაც შესაბამისად უბიძგებს ადამიანს უფრო ლმობიერებით მოეკიდოს, უფრო სიყვარული და უფრო სულიერად მოეკიდოს სხვადასხვა საკითხებს. ანუ ეს არის ურთიერთობის შედეგი მოძღვარსა და მოზარდ შორის. დიახ, მაგრამ მე ვთვლი, რომ 21 საუკუნეში ბევრად ძნელი არის თუნდაც ეკლესიაში სიარული მამაოსთან ურთიერთობა, რადგანაც ჩვენ ისეთ ასაკში ვარ, როდესაც დავდივართ სკოლაში, სხვადასხვა საგანძში ვებზადებით რაღაცა და ბავშვს უბრალოდ დროც არ რჩება ხოლმე, რომ მივიდეს მამაოსთან. ეს ძირითადად ხდება ხოლმე დილის საათებში და დილის საათებში ყოველთვის სკოლაში ვართ და შაბათ-კვირასაც თუნდაც ძალიან დაკავებულები არიან ბავშვები. ძალიან ბევრი შემთხვევა ესეთი, რომლებსაც უბრალოდ არ აქვთ საშუალება. ვთქვით, რომ ჩვენი აზრით სასარგებლო იქნება თუ საგანმანათლებლო სისტემაში დაინერგება ეს წესი. როდესაც დაეთმობა დრო მოძღვარსა და ხო. ჩემი აზრით, რადგანაც უმეტეს დროს ატარებს მოზარდი სკოლაში და სკოლა მეორე სახლი არის და ამიტომ ჩემი აზრით კარგი იქნება. მაგრამ ეკლესიაში სიარულიც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც იქ ჩვენ შეგვიძლია დავესწროთ სხვადასხვა აზრი მოვისმინოთ და პირდაპირ საუბარში შევიდეთ მოძღვართანაც ეს სკოლაში ასე პირდაპირ არ იქნება და პრობლემა ექნება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩაკეტილი არის და უბრალოდ არ შეუძლია იყოს გულახდილი მამაოსთან, იმიტომ რომ უბრალოდ კომპლექსები აქვს. ხო და აი დროის გამოძებნა აუცილებლად უნდა ხდებოდეს იმისთვის, რომ მაგრამ ზუსტად მაგას ვამბობდი, რომ ანუ უკვე შეიცვალა ინტერესები, ბავშვს ურჩევნია იყოს სოციალურ ქსელებში სიტყვაზე, უფრო მეტ დროს ატარებს და სწორედ ეს არის ის გზა, როდესაც მოძღვრები ეხმარებიან ბავშვს სოციალური ქსელებით ურთიერთობაში. ანუ არ აქვს დრო, შეიძლება ვერ ახერხებს სიარულს ეკლესიაში და ასე შემდეგ. და ამიტომ უნდა იყოს ანუ ეს დაფუძნებული ეს წესი ჩემი აზრით. რატომღაც ბევრი აღიქواس რომ მხოლოდ წირვაზე არის აუცილებელი მისვლა, რომელიც დილის საათებში და მე ვფიქრობ, რომ ლოცვები რომელიც საღამოს საათებში ის აუცილებელია და ავიც მაგალითად მე როცა ეკლესიაში ვარ, საერთოდ აი საერთოდ სხვანაირად ხედავ ცხოვრებას და საერთოდ სხვანაირი განცდები მაქვს ხოლმე და მართალია რომ მოვიდეს მოძღვარის სკოლაში, მაგრამ მაინც აუცილებელია ბავშვი მოვიდეს ეკლესიაში, იმიტომ რომ ის რაღაც სხვანაირი სახლია და აი უფრო კარგი ადგილია ვიდრე სკოლა და თქვა სხვა სახლი. უფრო სხვანაირი განცდები
თქვენი აზრით რა გაუფლება ხო? თქვენი აზრით რა მნიშვნელობა აქვს მშობლებისგან მაგალითს? ეგანაც ვთქვი, რომ აუცილებელია ჯერ ოჯახში ნახოს ბავშვმა მაგალითი, რომ უნდა მივიდეს დედა, მამა, უნდა იყოს უნდა ცხოვრობდეს სულიერი ცხოვრებით, თუნდაც ზიარება, თუნდაც ნაკურთხი ზეთი ქონდეს სახლში ან წყალი, აუცილებელია ესეთი პატარ-პატარა წვრილი რაღაცებით მიაჩვენოს ოჯახმა და მშობლებმა ბავშვი ეკლესიურ ცხოვრებას. ჩვენი გადაცემა დასასრულს მიუახლოვდა და მოდით შევაჯამოთ და დასკვნის სახით ვიტყვი, რომ მოძღვარი არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია ყოველთვის დაგვეხმაროს, სწორი რჩევა მოგცეს, დაგვაყენოს სწორ გზაზე და ჩემი აზრით ძალიან კარგი იქნებოდა თუ თითოეულ ადამიანს ეყოლებოდა სულიერი მამა, რომელიც გზას გაუყვაღავდა ამ ცხოვრებაში სასუფევლისკენ. და მადლობას გიხდით სტუდიაში მობრძანებისთვის. ეს იყო გადაცემა მომავალი თაობა, მე მისი წამყვანი ბექა გუაშვილი გახლდით. მომავალ შეხვედრამდე.